სტუდია. მოგესალმებით პატრიოტულ რადიოს მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. FM 102.4 ტალღაზია თქვენი მიმღებები მომართული საზოგადოებრივი რადიოს რადიო ერთს უსმენთ. ღია სტუდია იწყებს ღია ეთერში მუშაობას. დღეს ღია სტუდიას სტუმრობს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი ავთანდილ სუდაძე. მოგესალმებით ბატონ ავთანდილ. მოგესალმებით ბატონ გიორგი. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ჩვენო ძირფასო რადიო მსმენელებო, უნდა შეგახსენოთ ტელეფონების ნომრები, ვისაც სურვილი გექნებათ რომ ბატონ ავთანდილს ღია ეთერში დაუკავშირდეთ, შეკითხვები დაუსვათ ან იმ თემებზე, რაზეც იქნება საუბარი, მოსაზრება გამოთქვათ, ამის საშუალებასაც გაძლევთ ხოლმე. ისარგებლეთ აი ამ ტელეფონებით 240 91 92 და 240 92 92. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, ვიდრე სიტყვას გადავცემ სტუმარს, მოგეხსენებათ ჩვენმა მსმენელებმა, კარგად იცით რომ რედაქციაში რამდენიმე დღით ადრე იგეგმება ხოლმე გადაცემა, ასევე დღევანდელი გადაცემას რამდენიმე დღით ადრე დავგეგმეთ, რაღაც შეკითხვების მომზადეთ სტუმრისთვის, მაგრამ როგორც ვხედავთ, განსაკუთრებით თბილისელების საყურადღებოდ ვამბობ, ყველა სხვა საკითხმა უკან გადაიწია, ის ძველი შეკითხვებიც ახლა აღარ არის დღის წესრიგში, თუმცა ალბათ რამდენიმეს მაინც დავსვავთ, ვინაიდან ქალაქის კეთილმოწყობას ეხება. იმის გამო რომ წუხელის მართლაც გახსოვთ ყველას კარგად ჩვენო ძირფასო მსმენელებო, როგორი სერიოზული შემოტევა იყო სტიქის წვიმის სახით, მაგრამ მართლაც ძალიან ისეთ სერიოზული ზარადი მიადგა ქალაქს და რამდენადაც ჩვენ ვიცით ქალაქის სამსახურები და მათ შორის კეთილმოწყობის სამსახური საკმაოდ მომზადებული შეხვდა სტიქიას და აი რა სურათი გვაქვს გითხარით ბატონ ავთანდილ, უშუალოდ რა თქმა უნდა ამ თემებზე უნდა გავამახვილოთ დღეს ყურადღება. სად იყო ყველაზე მძიმე მდგომარეობა, რა გააკეთეს თქვენი სამსახურის სხვადასხვა სამსახური შემოდის ხო თქვენთან რამდენიმე, აი თქვენმა თანამშრომლებმა რა გააკეთეს და ახლა თუ რითი არიან დაკავებული, აი ესეთი ცხელ-ცხელი ინფორმაცია რომ ეტყვიან. მოგახსენებთ, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ გუშინ ამინდის პროგნოზიდან გამომდინარე ველოდით კიდევაც რაღაც დონეზე, ასე ვთქვათ, სიტუაციის გართულებას და მოვემზადეთ იმისთვის, რომ ყოველ შემთხვევაში ფორს-მაჟორულ რეჟიმში გქონდა მზაობა, თუ კი რაიმე დაგჭირდებოდა, აუცილებლად მქონოდა ადეკვატური რეაგირება სტიქიის წინააღმდეგ. ამიტომ ზუსტად 10 საათი იქნებოდა, როდესაც წვიმა ინტენსიურად დაიწყო ქალაქის, ასე ვთქვათ, ყველა უბნიდან დატბორვა, ასე ვთქვათ, ნიაღურების ჩამოდინება. მე მთელი ჩემი სამსახურით გარეთ ვიყავი, დანაწილებული ჰქონდა უბნები, ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სხვა სამსახური, რომელიც არის სანიაღურე სამსახური, რომელიც ქალაქის სანიაღურე სისტემაზეა პასუხისმგებელი, თბილისერის ჯგუფი, რომელიც მუდამ ხარში გვიდგას, იმიტომ რომ ქალაქის დასუფთავების მიმართულებით თბილისერის ჯგუფი ოპერირებს ქალაქში და ყველა რაიონული გამგეობა და მათ შორის მეგონი მაშველების დაგჭირდათ, ხო, მაშველების საქმიანობა. შემთხვევაში დიახ და ასე საპატრულო სამსახური, რომელმაც ძალიან კარგად დაგვეხმარა და მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა დანარჩენ სამსახურსაც და ჩემს ყველა კოლეგას, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გარეთ ვიდექით იმისათვის, რომ სტიქიის შედეგები ყოფილიყო მაქსიმალურად მცირე. რომ გითხრათ, ასე ვთქვათ, შედეგებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა, ჩვენ მქონდა სულ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, 4-5 ძალიან ცხელი წერტილი, სადაც სახლებში შეუვარდათ მოსახლეობას წყალი, მქონდა ერთი მცირედი შემთხვევა კლდისწვენის თბილისის შემოსასვლელში, რომელიც ოპერატიულად ღამის განმავლობაშივე გავწმინდეთ. დიდი, ასე ვთქვათ, დაშავებით არავინ დაშავებულა საბედნიეროდ. უბრალოდ ქვამ გადაკეტა რაღაც გზის სავალი ნაწილი და იმ ღამესვე კონტრაქტორების დახმარებით, ასე ვთქვათ, ჩვენ ეს ნაწილი გავწმინდეთ და გზას მივეცით, ასე ვთქვათ, ისევ დაუბრუნეთ განვლადობა. თუმცა გადაკეტილი არ ყოფილა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ქონდა შემთხვევები, როდესაც ინერტული მასალის, ასე ვთქვათ, დაგროვება მოხდა გარკვეულ ლოკალურ ადგილებზე, რაზეც ღამის განმავლობაშივე ასევე მძიმე, არა უფრო მსუბუქი ტექნიკით, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოები ჩავატარეთ და დღეს უკვე მიმდინარეობს იმისი მთლიანობაში დასუფთავება. ჩვენ ღამევე შევძელით ფაქტიურად ყველა გზაზე, აბსოლუტურად ყველა გზაზე არ ჩაგვიკეტია არც ერთგან მოძრაობა. დღეს აი არის
ჩამორიცხილი გზები, მაგალითად, სადაც ისედაც მოხრეშილი გზები იყო და არ იყო მაგალითად ასფალტის საფარი, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე. დღეს მთელი ჩვენ დილით ოპერატიული თათვირი ქონდა, შეიძლება მოსახლეობა მიცოდეს კიდევაც მერის დავალებით, გავინაწილეთ დავალებები ჩვენს და რაიონულმა გამგეობებმაც, კიდევ დანარჩენ სამსახურებმაც, რომლებიც მე უკვე ერთხელ ჩამოთვალე, ვინ რა მიმართულებით უნდა განვახორციელოთ აღდგენითი სამუშაოები და დღეს ყველანი ჩართულები ვართ იმაზე, რომ გავწმინდოთ ეს სტიქიის შედეგები და შესაბამისად დაუბრუნოთ ქალაქს იგივე იერსახე, რაც ჰქონდა მანამდე. უნდა ითქვას აუცილებლად ესეც ჩვენო ძირფასო რადიო მსმენელებო, რომ ასეთმა მობილიზებამ მართლაც სასურველი შედეგი გამოიღო, ჯერ ერთი მართლაც ფისკალობით არ არის არც დაშავებული და არც მსხვერპლი, გარდა იმისა, რომ ძაღლების თავშესაფარში შევარდა წყალი და როგორც გადაცემამდე ვსაუბრობდი ჩვენ ამის თაობას და როგორც პატრონმა ავთანდილმა ბრძანა, ისეთ ადგილას არის აგებული, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ წლის ადიდებას ვერ გადაურჩება, ასე რომ ალბათ გადასატანია იქიდან და რაღაც სხვა ადგილი უნდა გამოეყოთ. ჩვენ დღეს აუცილებლად გავწმინდავთ ხევს, ეს არის ვერის ხეობაში, ესე ვთქვათ, საკმაოდ დაბლობ ადგილზე არის მოწყობილი ძაღლების თავშესაფარი და ვერის ხეობა მიცის ძალიან მყისიერი და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მოდიდება და ჩვენ ალბათ ისტორიაში თუ გადავხედავთ ყოველ შემთხვევაში გამლ პერიოდს გვახსოვს, რომ იმ ხელა წყალიც მოდიოდა, რომ გვირაბი თითქმის მთლიანად შევსებული იყო ის, რაც ვერის ხეობაზე გადის დღესაც და შემდგომში გვერდთან მოედანზეც, ამიტომ ეს არის საკმაოდ სახიფათო, ასე ვთქვათ, წერტილი. მაქსიმალურად ვეცდებით გადატანას ახლა ნამდვილად ვერ დავპირდებით ვერავის, თუმცა მაქსიმალურად გავანთავისუფლებთ ვერის ხეობას იმ ჩამონადენი, ჩამონაშალი მასისაგან და ამაზე მიმდინარეობს მობილიზება ქალაქის სხვადასხვა ლოკალური უბნებიდან ტექნიკა გადაყავს და ასე შემდეგ. ასე რომ, სამომავლოდ იმედი გვაქვს, რომ ამ ხელეწვიმა კიდე არ იქნება, თუმცა გამლადობა მდინარეს ვერის ხეობას, რომ უფრო მეტი კონდეს და ასე ვთქვათ, აქეთ-იქით გვერდები არ დააზიანოს. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, მე მინდა ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, ვინც ამ ძაღლებს ეზრუნავს, კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მათაც ძალიან კარგად იყოჩაღეს, ეცადნენ გამოუშვეს ძაღლები და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი გადაარჩინეს კიდევაც. ასე რომ მაქსიმალურად მივხედავთ ყველა წერტილში სახლებში, ვისაც კიდე შეუვარდა წყალი, იქ რაიონული გამგეობა იქ არის, ბატონო მერიც კი მივიდა იმ სახლებში, რომ საკუთრივ და უკვე გაიყვანეს ეს მოქალაქეები, როგორც ჩვენ ვიცით და მერია და გამგეობა უხდის მათ ვინის ქირას, ვიდრე იქ მოწესრიგდება ყველაფერი. დიახ, ანუ აი დამერწმუნეთ და მინდა სრული პასუხისმგებლობით თქვა, არც ერთი შემოსული ზარი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ, ის რაც ჩვენი თვალით ვერ მივაგენით, ვერ ვნახეთ და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად მობილიზებულია მთელი ქალაქის სამსახურები იმისათვის, რომ მაქსიმალურად აუმხროთ ყველა ცხელი და ნაკლებად ცხელი წერტილები. დარწმუნებული იყავით ბატონო ავთანდილ, რომ თქვენი ასეთი მშვიდი მობილიზებული საქმიანობა ძალიან დადებით გავლენას მოახდენს ზოგადად ჩვენი მოქალაქეების არამხოლოდ განწყობაზე, არამედ მათ ყოველდღიურობაზე, მათ საქმიანობაზე. ამისათვის დიდი მადლობა თქვენ და ამ კონტექსტშივე, ვიდრე სხვა საკითხებს შევეხებით, მინდა რომ თქვენ უთხრათ ჩვენს მსმენელებს აი ამ დინჯი და მშვიდი და მოზომილი საქმიანობის შედეგად რა მივიღეთ დადიანის ქუჩაზე. აი ესეც ძალიან ესეთი ნიშანდობლივია და უნდა აი დეტალურად მინდა რომ იცოდნენ ჩვენ მოსმენელებმა ამის თაობაზე. დიდი მადლობა. კარგად ხას მიდიოდა რეკონსტრუქცია, იციან ამის თაობაზე, მაგრამ აი ამ კონტექსტში გუშინდელი დიდი წვიმის კონტექსტში მინდა რომ ამ თემას შევეხოთ და რატომ და როგორ მიხვდებიან ჩვენი მსმენელები. დიდი მადლობა კითხვისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ დადიანის ქუჩაზე მიმდინარეობს ნამდვილად კაპიტალური გზის მშენებლობა, სადაც სანიაღვრე სისტემა დაახლოებით კილომეტრი და 600 მეტრის სანიაღვრე სისტემა მოვაწყვეთ, იმისათვის რომ ქუჩაზე მოდინებული წყალი სამომავლოდ ასე ვთქვათ პრობლემებს არ ქმნიდეს. მე ზუსტად ორ მაგალითს გეტყვით, ყველაზე ცნობილ მაგალითს, გუშინდელი მაგალითი დადიანის ქუჩა, ასე ვთქვათ, ჩვენს მიერ ნამუშევარი შედეგით იდგა მოწოდების სიმაღლეზე, არც შეტყორვა ყოფილა, არც ასე ვთქვათ, გაჭედვა, რაიმე სანიაღვრე სისტემის და მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი წარმატება, დიახ, რომ სწორად დავგეგმეთ და სწორად განვახორციელეთ, მიუხედავად ჩვენი თანამოქალაქეების უკმაყოფილებისა, რომ
თითქოს და ეს დიდი ხანი გაგრძელდა, თუ დამერწმუნებით, კარგად გასაკეთებელ საქმეს თავისი გონივრული ვადა სჭირდება და იმ გონივრულ ვადაში ჩვენ კიდევ უფრო ადრე დავამთავრებთ სამუშაოებს, ვიდრე ეს იყო თუნდაც საპროექტო ორგანიზაციის მიერ გათვლილი. ამასთანავე იყო ცალკეული გარემო პირობები, რომელიც ხელს უშლის საერთოდ ქალაქში და ცოტა აფერხებს, ასე ვთქვათ, ტემპის აკრეფას. და ეს არის დღის განმავლობაში გადატვირთული ქალაქი, ამიტომ ჩვენ თითქმის ეს 3 თვე გავატარეთ ღამე დადიანის ქუჩაზე, იმისათვის რომ ეს საქმე მიგვეყვანა ხარისხიანად ბოლომდე. დიახ, იგივე შემიძლია ვთქვა ელბაქიძის აღმართზე, ელბაქიძის აღმართიც ასეთივე დიდი მონდომებით ჩვენ მოვაწესრიგეთ, იქაც შევცვალეთ ყველა ქსელი აბსოლუტურად, მოვაწესრიგეთ მიწისქვეშა ყველა კომუნიკაცია, ჩავდეთ ახალი სანიაღვრე სისტემა და თუ რომელიმე მოქალაქე, ასე ვთქვათ, ამ ქუჩაზე ან ცხოვრობს, ან ხვდება ავდარიის პერიოდში, დაინახავს, რომ ელბაქიძის ქუჩაზეც სანიაღვრე სისტემის ბოლომდე ვერ აღწევს წყალი, იმდენად კარგად ითვისებს, ასე ვთქვათ, სისტემა თავიდან შუა წელამდე უკვე იმ მოდინებულ ჭარბი რაოდენობით წყალსაც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველებს და ჩვენ თანამოქალაქეებსაც უნდა შევძლოთ ცოტა მოვითმინოთ კიდევ იმისათვის, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე მეორედ გასაკეთებელი არ გაგვიხდეს და ეს არის ჩვენი мотиваცია, ეს არის ჩვენი ხედვა და გვინდა რომ ყველა ასეთი ჩვენს მიერ დაწყებული საქმე აუცილებლად ისე მივიყვანოთ ბოლომდე, რომ მინიმუმ ექსპლუატაციის ვადა, რომელიც ეკუთვნის იმ გზას სამუშაოდ, ეს ექსპლუატაციის ვადა განლოს ღირსეულად. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ ჩვენო ძირფასო რადიო მსმენელებო, ქალაქ თბილისის მერის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ალთანილ სუდაძე გახლავთ ღია სტუდიის სტუმარი. ჩვენ ბატონმა ალთანილმა ფაქტობრივად ასე მოკლედ, მაგრამ ამომწურავად მოგაწოდათ ინფორმაცია რა საქმიანობას ეწეოდა სამსახური, არა მხოლოდ კეთილმოწყობის, არამედ სხვა სამსახურები, წუხელის, ღამე და დღესაც რა საქმიანობენ. ახლა მე მინდა ბატონ ალთანილს ვთხოვო იმისათვის, რომ ჩვენი მსმენელები ძალიან აქტიურები არიან ხოლმე და ჩაგვერთონ დღევანდელ ჩვენს გადაცემაშიც, რომ კიდევ ერთხელ იციან თქვენი სამსახურის თაობაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა საქმიანობას ეწევა თქვენი სამსახური ამჟამად ამ პერიოდში გარდა ამ სტიქისა რითი ხართ დაკავებული, რომ უფრო მიზანმიმართული, უფრო საგნობრივი იყოს ჩვენი მსმენელების ჩართულობაც. მე მინდა მოქალაქეებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ჩავაბარო ანგარიში რაღაცა მცირე სახით, ძალიან მოკლედ, მაგრამ ალბათ შინაარსობრივ ინფორმაციას მივაწვდი. ჩვენმა საქალაქო სამსახურმა წელს მუშაობა დაიწყო 157 მილიონი ლარით, ეს იყო ჩვენი საქალაქო ბიუჯეტი და დღეის მდგომარეობით ბიუჯეტი გაგვეზარდა 173 მილიონ ლარამდე და ვაპირებთ კიდევ ანუ იქ გარკვეული ეკონომიების ფარგლებში, გარკვეული ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, დაახლოებით 200 მილიონამდე ავწიოთ ჩვენი ბიუჯეტი წლის ბოლომდე და მოვაწესრიგოთ კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ქუჩა, თუ ბაღი, თუ სკვერი, თუ ყველა ის საქმიანობა, რასაც ჩვენ ვეწევით. და მე მინდა, ასე ვთქვათ, უთხრა კიდევაც მოსახლეობას, რომ ჩვენ ბიუჯეტის შემცირებაზე, როგორც წესი ბიუჯეტები იგეგმება და მერე მცირდება, ჩვენ პირიქით ვითხოვთ უფრო მეც და დღევანდელი შედეგით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წლიური ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, 32% საკასო შესრულება გვაქვს, რაც 2 კვარტლის მონაცემიც არ არის თავიდან ბოლომდე, ეს არის 1 კვარტალი პლუს, ასე ვთქვათ, რამოდენიმე 2 თვე. უკვე საკასო შესრულება გვაქვს და, ასე ვთქვათ, დაკონტრაქტებული გვაქვს 95% მთელი ჩვენი ბიუჯეტის. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები როგორც საგზაო ნაწილში, ასევე სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და გვაქვს ძალიან ბევრი პროექტები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით დაახლოებით შესყიდვების ნაწილზე უკვე მოგახსენეთ. დაახლოებით 44 ქუჩა უკვე დასრულებული გვაქვს. ჩვენ გვქონდა გარდამავალი პროექტები, რომლებიც მივიყვანეთ წელს ბოლომდე და 44 კაპიტალურად შეკეთებული ქუჩაზე მაქვს საუბარი. ამ ეტაპზე 219,000 კვადრატული მეტრი, ასე ვთქვათ, ასფალტის საფარი გვაქვს მოწესრიგებული, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ეს მიმართულებები
მოვაწესრიგოთ. ავარიულ შენობებში 13-მდე კორპუსი გავამაგრეთ კაპიტალურად და მინდა გითხრათ, რომ ყველა შენობაში, სადაც ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ, ეს ნამდვილად კაპიტალური გამაგრებაა, ეს არ არის ფასადების მოწესრიგება, საფუძვლიანად, ასე ვთქვათ, სიღრმეებამდე ჩავდივართ თითოეული კორპუსის საფუძველში იმისათვის, რომ გრევის პროცესი, რომელიც კორპუსებს აქვს, ეს პროცესი შევასჭეროთ. გვაქვს ძალიან ბევრი ახალი პროექტი, რომელიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა მედიათეკის მოწყობას გულისხმობს, კიკვიძის პარკში დავიწყეთ ახალი მედიათეკის მშენებლობა, გვაქვს სხვადასხვა ასე ვთქვათ, კიდე პროექტები, რომლებიც მაგალითად მიუსაფარ პირთა ასე ვთქვათ, საცხოვრისის შენებას ეხება და ასე შემდეგ. საპროექტო სამუშაოებშიც ძალიან ბევრი პროექტი დავგეგმეთ. ჩვენი მიზანია წელს ასე ვთქვათ, უკვე მობილიზებულებმა შევისყიდოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქალაქში სამომავლოდ მოძრაობას განტვირთავს. დაახლოებით 100 მილიონის ფარგლებში ჩვენ 2016 წელს ვემზადებით, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ძირითადი კვანძები გავხსნათ, რაზეც ჩვენი ხელმძღვანელობა ასე ვთქვათ და ჩვენ თვითონაც სამსახური მუშაობთ, რომ ეს პროექტები გაისისთვის უკვე ყველაფერი დამზადებული ქონდეს. ძალიან ბევრ ხიდზე მინდა გითხრათ, რომ დავიწყეთ მუშაობა. ხიდები იყო კატასტროფულად ავარიულ მდგომარეობაში და მათ შორის დაახლოებით ერთ ხიდზე ახლა მიმდინარეობს ინტენსიურად მუშაობა, ეს არის ზაჰესის ხიდების ორი ხიდია იქ ფაქტიურად, მაგრამ ერთი წერტილია, მეორე ხიდს დავამთავრებთ სულ რაღაც რამოდენიმე დღეში, ეს არის მეტეხის გვირაბის გაგრძელებაზე, რომელიც ასევე ავარიულ მდგომარეობაში იყო და თუ კი რომელიმე ჩვენი თანამოქალაქე მეტეხის ხიდზე გაივლიდა უკვე ერთ მხარეს, რომელიც მხარეც გახსნილია, მე ხვდება, რომ ალბათ აი ვერ იგრძნობ ხიდზე გადადიხარ თუ არ გადადიხარ, როცა ყველა ხიდი ქალაქის მასშტაბით თითქმის ესე ვთქვათ, არაკომფორტული იყო მინიმუმ გასავლელად, რო აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ ის იყო არაუსაფრთხოც. და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი კიდევ ხიდები დღეის მდგომარეობით სამ ხიდზე გვაქვს კიდე დაგეგმილი სამუშაოების წარმოება, ეს იქნება გლდანოლაში, რომელიც ავარიული ხიდია, იქნება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე და ასევე გსურს დავიწყოთ მუშაობა კიდევ ორთაჭალაში გულუას სახელობის ხიდზე, რომელიც ასევე ავარიულ მდგომარეობაშია. ამით ჩვენ პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან ხიდებს მოვაწესრიგებთ და გარდა ამისა გეგმავთ კიდე ახალ ხიდებზე მუშაობას, როგორც არის პუშკინის ქუჩა, რომელიც პროექტირების ფაზაშია და ასე შემდეგ. ასე რომ მინდა გითხრათ, სმენელები გვერდთვებიან. კი ბატონო. ორი სმენელი გველოდება. მათი კითხვების მოვისმინოთ და მოგცემთ საშუალებას, რომ მე ინფორმაციაც გააგრძელოთ, მიაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს სმენელებს და ამასთან დაკავშირებით რაც ახლა თქვენ ბრძანეთ. მეც კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს. მაგრამ ჯერ სმენელები ჩავთვალთ. ალო გისმენთ? გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. მოგესალმებით. ეთერში ვარ? დიახ. ასეთი შეკითხვა ძალიან დიდი ბაში გვიან ჩავერთენ. ბაბუციძის ქუჩა 4 სართულიანი შენობა არის. სარდაფში არის მილიდან კანალიზაციის მილია დაზიანებული. რა ნომერშია ბაბუ? 27 სახლი არის. დიახ, 27 4 სართულიანი შენობა. ხო და ასე გვითხრეს თავმჯდომარე იძახს, ასე გვითხრესო, რომ კომპანია მოძებნეთო და თანადაფინანსებით. შეგვიძლია თუ არა გავაკეთებინოთ ჩვენ კერძო პირს და შემდეგ წარუდგინოთ ის ხარჯები. გასაგებია თქვენი კითხვა, მადლობთ. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება, ალო გისმენთ? გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. ახლა რა არის იცით, ულემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება ზუსტად ასე გვჭირს ჩვენ. აი ახლა მე ვცხოვრობ კეფშიძის ქუჩაზე 2 ნომერში. ჩვენი სახლის ეზოს მხარეზე არის ჩადის სწორედ ვერე რეჩკა, როგორ ეგრეთ წოდებული. და იქ ადგილი იყო დატოვებული შუაში, კუნძულივით იყო რაღაცა ისეთი და იქ 2 პატარა სახლი იდგა, ისინი ამუშავებდნენ მიწას, აყვავებული იყო, მშვენივრად გამოიყურებოდა. ესე იგი, მე რა შთაბეჭდილება მრჩება, იცით? საქმიანობა მთავარი ჩვენი მოსახლეობის არის აი ამ მშენებლობით, მხოლოდ და მხოლოდ სახლების აშენებით. აი იმ პატარა კუნძულივით ადგილზე აშენეს, აი ახლა აქედან ვიყურებით, რამდენი 1 2 3 4 5 6 7 რაღაცა გადახურული სახლებია, პატარ-პატარა სახლებია დახურული. და რა გადის და ეს მდინარე იქითკენ არის კიდევ აშენებული რაღაცა, იქ შეიჭრა იმის ქვეშ და აქაც რა თქმა უნდა მიადგა ეს მდინარე და რაღაცეები ჩახერგეს იქ რომ არ შესვლოდა წყალი. რატომ აძლევენ უფლებას აი ამდენი აშენების? არ არის საჭირო ამდენი მშენებლობა, ძალიან მტკივა გული ბატონო გოგი, აი მართლა გული და სულით ლაპარაკობ ამაზე. არ არის საჭირო
ყაველი არ დატოვეს ყიფშიძის ქუჩაზე, რომ არ დაენგრია რაღაცა პატარ-პატარ ახალი სახლები და კიდევ ერთი ის რა ვალდებულებასაც იკისრებს სახელმწიფო და ხელისუფლება უნდა შეასრულოს. რას გულისხმობთ? აი რას გულისხმობთ მანქანების საკითხს. რას გას ჭავჭავაძის პროსპექტი ვერ გაივლის ყიფშიძის ქუჩაზე ერთ მხარეს უნდა იდგეს მანქანები, მეორე მხარესაც დგანან, თან ორმხრივი მოძრაობაა. ესე იგი რაღაცა საშინელი მდგომარეობაა. თბილისი მე პროექტი სიტყვა შემძულდა უკვე, იცით რა არის, რა პროექტებია ისეთი, რომ არაფერი არ ჩანს კარგი. გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება გისმენთ. ალო? გამარჯობა. მე მგონი შედის ეს კეთილმოწყობის სამსახურში, ზუსტად არ ვიცი. ცოტნე დადია ის დასაწყისი, მაგალითად მალაკნებიდან გადასასვლელამდე არის კარგი სიფართის ქუჩა, შემდეგ გურამიშვილზე კარგი სიფართის, შუაში გადასასვლელი ხიდიდან კინო საქართველომდე ვიწრო, როდესაც აგებთ და ან შენობებს აპროექტებთ, იქნებ შეუთანხმდეთ იმას არქიტექტურის სამსახურს, რომ ეს გზები გააფართოვოთ, გაფართოებას გულისხმობ იმიტომ, რომ ზოლი 1 იქნებ მუნიციპალური ტრანსპორტისთვისაც გამოყოთ. მეორე გაჩერებები ძალიან არაკომფორტულია, მე არ ვიცი ევროპაში ეს როგორ არის მიღებული, მაგრამ ძალიან არაკომფორტულია, ვიწროებია, დასაჯდომის კამები არის რკინა ზამთარში ცივი ზაფხულში ცხელი, იქნებ ხის კამები დაგვიბრუნოთ. მესამე გადასასვლელები ტრანსპორტის ემის განსაკუთრებით აი ჯანდაცვის სამინისტროსთან განსაკუთრებით აი ასეთ ადგილებში, სადაც ვერ გადავდივართ, ის გადასასვლელი ხიდები ჩვენთვის არის ძალიან მოუწევთებელი და იქნებ აი ამ ძალიან მოძრავ ადგილებში და საერთოდაც მე ვიცი რომ მანქანის გასაჩერებელი როცა იქ სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გააჩერო, იქ აკრძალვის ნიშანი არ არის, სადაც არ შეგიძლია გააჩერო, აკრძალვის ნიშანია და სადაც ის არის შეგიძლია, მაგრამ გარკვეული პირობებით არის მონიშნული ხაზი. ასევე უნდა იყოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები. ჩვეულებრივ ქუჩებში, სადაც იშვიათია მოძრაობა, არ უნდა გვაიძულოთ მაინდა-მაინც იმ ზებრა გადასასვლელებზე გადასვლა. სასურველია, მაგრამ ნუ გვაიძულებთ. გადასასვლელები იყოს მაგალითად რუსთაველზე, სადაც ინტენსიური მოძრაობა და სხვაგან და ისეთ ადგილებზე, სადაც დაუშვათ არის ინტენსიური მოძრაობა, მაგრამ გადასვლაც აუცილებელია, როგორც უკვე მოგახსენეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ხო? შუქნიშნები დაგვიდგეთ. ძალიან გთხოვთ კიდევ იმის სანაგვეყუთები ყველგან იყოს მისაწვდომი, რომ მართლა ჩვენთვისაც არასასიამოვნოა ქუჩაში რაღაცების დაგდება. და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ზარები და მოსაზრებებიც მოვისმინეთ, შეკითხვებიც. თუ შეიძლება ბატონთან უპასუხოთ, დავიწყოთ ესე იგი ბაბუცის ქუჩაზე კერძო პირს რო გავაკეთებ, იმიტომ პირველი შეკითხვა ასეთი იყო, არამდენად არის დასაშვები და მოსახერხებელი. მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ეს არის ნამდვილად ქალბატონმა სწორად ბრძანა, ასე ვთქვათ, თანადაფინანსების პრინციპით განსახორციელებელი ღონისძიება, რომელსაც რაიონული გამგეობა ასრულებს, თუმცა მინდა გირჩიოთ იმისათვის, რომ ამხანაგობა, რომელიც თავს, ასე ვთქვათ, გრძნობს კორპუსის მესაკუთრედ, მაინც ფიქრობ, რომ ჯობია მინიმუმ ინდივიდუალურ მეწარმესთან მაინც გააფორმოს ხელშეკრულება, იმისათვის, რომ რაღაცა იურიდიული პასუხისმგებლობები წარმოიშვას ერთის მხრივ, მეორეს მხრივ სწორად მოხდეს მერე სახელმწიფო გადასახადის გადახდაც, იმიტომ რომ სადაც იურიდიული ფორმა არსებობს, ასე ვთქვათ, ურთიერთობის, იქ საჩივარიც მარტივია და შესაბამისად, ასე ვთქვათ, სწორი გზით ხდება ფინანსების განკარგვაც. ამიტომ მინიმუმ ინდივიდუალური მეწარმე იქნებოდა სასურველი. კიდევ უფრო მეტ დეტალებზე ალბათ ფიქრობ, რომ გამგეობის იგივე თანამშრომლებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ამხანაგობებთან მუშაობენ, შეიძლება კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოვართონ. რაც შეეხება ყიფშიძის ქუჩა ნომერი 2-ს, ვერეს მდინარეს, ну, ქალბატონმა აქ აგვიხსერა მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ვიცით ეს მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ნამდვილად ვერეს მდინარეში არ არის ახლა ასე ვთქვათ სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ აქ განვითარებას ეს ადგილი საჭიროებს რა, იმისათვის, რომ რეალურად სწორი გეგმარება გაკეთდეს და შესაბამისად სწორი განვითარება ჰპოვოს ყველა, ასე ვთქვათ, სახლმაც, მდინარემაც და ყველა მიმართულებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორი გეგმარებით ჩვენ იმ პრობლემატიკას, რაც ქალბატონმა ასე ვთქვათ
თქვა იმას მოვაგვარებთ და ამაზე თავისთავად შესაბამის სამსახური იმუშავებს, რომ ქაოტური მშენებლობა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქში თითქოს დააშენებდა, მაგრამ ანგრევდა რეალურად ქალაქს, ეს ქაოტური მშენებლობა შევაჩეროთ და ყველას მიეცეს საშუალება თავისუფლად ცხოვრების. თბილისში ცხოვრება უნდა იყოს სასურველი და არა სავალდებულო რა და დღეს ტენდენცია ის არის, რომ გარეთაც გადის უკვე ხალხი, უფრო ისე თავისუფალ ადგილებში, იმისათვის, რომ რეალურად მივიდნენ თავისუფლად თავიანთ საცხოვრებელ ადგილამდე. რაც შეეხება ცოტნე დადიანის მანამდე მანქანებიც ახსენა და რამდენად გეხება ეს არის, არა, პარკირების საკითხი ჩვენ არ გვეხება, თუმცა მე მინდა გითხრათ ზოგადად, რომ ეს პრობლემა ნამდვილად დგას ხიფშიძეზე და ამას ყველა ვიცნობთ. შესაბამისად, რა ქნან იმ ადამიანებმაც, ვისაც ამდენი მანქანა ყავს და ამდენი კორპუსის ქვეშ, რომელზეც მიეცათ უფლება, ასე ვთქვათ, მანქანები ხო სადღაც უნდა წაიყვანონ. ჩვენ ახლა ვზრუნავთ იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ქალაქის მასშტაბით მრავალსართულიანი პარკინგები, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ და ამისთვის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტს ვამუშავებთ, სადაც კომპანიები, დაინტერესებული კომპანიები ამ მიმართულებით ინვესტიციებს განახორციელებენ და მერე იქნება უფრო თავისუფლად ქუჩებში მოძრაობა, თუმცა ძალიან ძნელია სიმართლე რომ გითხრათ იმ შედეგების ლიკვიდაცია, რომელიც უკვე დამდგარია. და ეს არის ძალიან სამწუხაროც, კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა არასწორი, ასე ვთქვათ, მიმართულებით ვითარდებოდა ქალაქი წლების განმავლობაში და დღეს გვიწევს შედეგების ლიკვიდაცია. ამას მოყვება ნგრევის პროცესიც. მინდა დამრეწმოს მთელი ბატონო, პარკინგზე მეგონა არც ფიქრობდა არავინ და დასავლეთის ქვეყნებში კორპუსის არ აშენებინებენ თუ იმის გარანტია არ დევს, რომ იქ რამდენი მანქანის გაჩერება შეიძლება. დღეს ესეა. ჩვენთანაც საკანონმდებლო კი. ჩვენთანაც ესეა. დღეს უკვე ჩვენთან ესეა. დღეს საკანონმდებლო ცვლილებით მე უბრალოდ ზედაპირული ინფორმაციას ვიტყვი, იმიტომ რომ არ არის ჩემი სამსახურებრივი კომპეტენცია, მაგრამ მომისმენია ძალიან ბევრჯერ არქიტექტურის სამსახურის მხრიდან. დღეს საკანონმდებლო ცვლილებით ჩვენ სავალდებულო გავხადეთ, ასე ვთქვათ, თითოეული კორპუსს ჰქონდეს შესაბამისი ოდენობის მიწისქვეშა საპარკინგო სისტემა და დღეს ვერც ერთი პროექტი ვერ გავა ისე თუ კი ადეკვატური პარკინგი არ აქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთულია დღეს უკვე შედეგების ლიკვიდაცია. ვიდრე ცოტნა დადიანზე გადახვალთ, მანამდე მსმენელები ველოდებიან და მოვინიშნავთ თქვენი ცნებებით, მათ გითხრათ, მოვუსვინოთ მათ. ალო გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? მადლობთ, მოგესალმებით. გამარჯობა. მე იმავე საკითხებს მინდა შევეხო, რაც უკვე განიხილეთ, ოღონდაც კონკრეტული მისამართით. კი ბატონო. უკნიშნის საკითხი. ბარნოვი არა უკაცრავად აბაშიძე ქვია უკვე, გაეროს წინ გადმოსასვლელი მრგვალ ბახთან. შეუძლებელია მით უმეტეს თუ ბავშვთან ერთად მოდიხარ. ისეთი დატვირთულია, რომ არ შეიძლება იქით გაკეთდეს შუქნიშანი. გასაგები. ეს ერთი, მერე მცხეთის ქუჩაზე. მოგეხსენებათ ეს სახლები როგორც სოკოები ისე მრავლდებიან, დილას გამოხვალ საღამოს სახლი ხდება, ძალიან დატვირთულია და რაც შეეხება კოლექტორს. მცხეთის ქუჩის დასაწყისში არის, თუმცა მე ვთვლი რომ მოსაწესრიგებელია რაღაცა ჩანგრეულივით არის, მაგრამ ოდნავ გამოცდები თუ არა უერთდება შროშის ქუჩა, ჩამოდის იქიდან ნიაღვარი, შემდეგ ცოტა ზევით წახვალ და არის ქობულეთის აღმართი და კიდე უფრო ზევით ხო არის და არის. აი ახლა როცა და სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება წყალსადენის ყდება ხოლმე, არ ვიცი ამ მშენებლობასთან დაკავშირებით თუ რაღაცა და აი პატარა მილის გასკდომაც კი იწვევს ნიაღვარს. შეუძლებელია ვერც გადახვალ, ვერც გადმოხვალ, არ ვიცი და იქნება ამ საქმეს ეშოვოს და საერთოდ კოლექტორი გარდა მცხეთის ქუჩის დასაწყისისა ზევით არის რომ რაღაცა ეს ხო დაგმართია, დაქანებულია და გასაგებია თქვენი ყველა შეკითხვა მოვინიშნეთ, მადლობა. ჩავთოთ კიდევ ერთი მსმენელი გველოდება, გისმენთ, ალო. გამარჯობა გენეცვალი, მოგესალმებით ბატონო გოგი. გამარჯობა, მე ბარათაშვილის ქუჩიდან გირეკა, ბარათაშვილის 8-ში ცხოვრობ, კოლმეურნეობის მოედანზე. საშინელი გასასვლელია ჩვენთან, სულ მანქანები დგას. ის დიდი თაღიროა? ბატონო? დიდი თაღიროა, ხო? თაღი. დიახ, თავი იქ მერიაში დავწერეთ განცხადება და ვითომ გამოგვიყვეს გასასვლელი ფეხით მოსიარულებისთვის, მაგრამ
გრუზენერგოს ხალხმა განაცხადა რომ ეს ადგილი ჩვენ გვეკუთვნისო აი ეს არკა რომ არის და იქ არის დილიდან საღამომდე მანქანებია ჩაყენებული უძრავად რაღაცა ნაწილი ნახევარი ნაწილი მაინც იმ მანქანებს აქვს და დანარჩენი კიდე მოძრაობენ მანქანები ისე რომ ფეხით მოსიარულესთვის არის ძალიან საშინელი მე თვითონ ართრიტით ვარ დაავადებული ისე მინდა გარეთ გასვა მაგრამ სიმართლე გითხრა ვერ გავდივარ სულ მეშინია ჯოხით ვიარო თუ მანქანებს უყურო რომელი მანქანა მომადგება ზედ ერთხელ შვილს მივყავდი და ზედ კინაღამ გადამიარა მანქანამ აი ისეთი საშინელი მდგომარეობა ძალიან გთხოვთ ეს საკითხი ისევ დადგეს ის იმაში განსახილველად და იქნებ რამე ფეხით მოსიარულებს გამოგვიყოთ რომ პურზე მაინც გავიდე რომ პური მოტანაც სხვას არ ავთხოვო რომ პური მომიტანე მეთქი მაღაზიამდე მაინც მივიდე თუ არ ვისეირნებ რაღაცა ისე იგი რაღაცა რომ ჭირდებოდეს იმაზე მაინც გავიდე გასაგებია ძალიან საშინელ მდგომარეობაში ვარ ისეთი შიში მაქვს რომ ჩემი შვილი მეჩხუბება გადიდე და არ შემიძლია მეშინია სად გავიდე მეთქი გასაგებია დამშვიდი დიდი მადლობა ზარიშვილს ქალბატონო მადლობთ უპასუხოთ ეს იგი დანიანის ქუჩას შეგაწყვეტინეთ საუბარი თუ შეიძლება გააგრძელეთ ბატონო მოკლედ საკითხი რომელიც დასვა ქალბატონმა შეეხებოდა დადიანის ქუჩის გაგრძელებას იცით როგორ არის მე რაც შემიძლია დღეს თქვა იმისი გაფართოება ცოტა არ იყოს დღეის მდგომარეობით ალბათ იქნება რთული იმიტომ რომ თვითონ კორპუსებიც არის ფაქტიურად გზის პირას და იქ გარდა იმისა რომ კორპუსებამდეც თქვა რაღაცა გარკვეული სახის ტროტუარიც რომ დარჩეს თუნდაც ცოტა გაფართოები ძალიან ბევრ ხეს ალბათ მოუსხიპავთ იქ რო გზა გავაკეთოთ ამიტომ ფიქრობ რომ ამ პრობლემის გადაჭრა ცოტა უფრო სხვაგვარად უნდა მოხდეს და სხვათა შორის რო გითხრათ აი ძალიან ბევრმა ადამიანმა დღეს თქვა შუქნიშანი და თითქმის ყველა ითხოვს შუქნიშანს რა მე მესმის რომ ფეხით მოსიარულეებისათვის ძალიან რთულია ხანდახან გარკვეულ ადგილებში გადასვლა თუმცა შუქნიშანი გამოსავალი არ არის რა და მე მინდა დავარწმუნო მთელი ჩვენი საზოგადოება რომ შუქნიშნებით ასე ვთქვათ ეს პრობლემები არ გვარდება ეს კიდევ უფრო მეტ საცობებს ქმნის ეს კიდევ უფრო მეტად აფერხებს მოძრაობას და შესაბამისად უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რაღაცა მოძრაობა გავანთავისუფლოთ ქალაქიდან განსაკუთრებით მზარდი ქალაქიდან რომელიც ასე ინტენსიურად იზრდება ყოველი დღის განმავლობაში გადასასვლელ ხიდებს შეგერთვებით ერთი წუთი და შუქნიშნის პრობლემას რაკი შევერხეთ აქვე მინდა ერთი რამ კითხოთ მithumetes ხიდებზეც საუბრობდით თქვენ ბატონო ავთანდილ ალბათ ძალიან ბევრ თბილისელს აწუხებს და განსაკუთრებით იმ უბანში მცხოვრებლებს მე ამ შემთხვევაში საუბრობ ვაშლიჯვრიდან ჩამოსასვლელი გზა რომ არის და გელოვანის გამზის რომ უერთდება ის აი სწორედ შუქნიშნის გამო კეთდება უშველებელი საცობი. მე ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ამ ხელა საცობის არსებობა. მომიწია ერთხელ მოხვედრა და მაშინ ჩემი თვალით ნახე და დავწმუნდი დაახლოებით კილომეტრიანი თუ მეტი არა. და არ შეიძლება რომ იქ ხიდი გაკეთდეს ერთზოლიანი მოძრაობის და ამ ხიდით გადავიდეს შუქნიშანი რომ გაუქმდეს. აი ზოგან შუქნიშნეს გაუქმება საჭირო ჩვენო ძირფასობას ვენელებოდა ნამდვილად ეშველება თუ კი ზოლიანი მოძრაობით შესაძლებელი იქნება მე ესტაკადის გაკეთება. მე გეტყვით რომ ეს საკითხი დღეს მუშავდება მე წეგან ვახსენეთ ჩემს ასე ვთქვათ წინა მოხსენებაში თუ შეიძლება ასე ითქვას რომ ჩვენ გაისისთვის გეგმავთ ძალიან ბევრი კვანძის გახსნის პროექტს და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი წერტილი რომელიც აუცილებლად გაისად დაიწყება ამის პირობას გაძლევთ. ანუ მდგომარეობა ასე ვთქვათ მდგომარეობა არის შემდეგში ამ შუქნიშნის გამარტივებით შეიძლება იქაურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ვერ ხვდა და მოყმესთან კიდე რამოდენიმე შუქნიშანია, რომელიც კვეთს იქა, ასე ვთქვათ, ნაკადები კვეთენ ერთმანეთს, შეიძლება ეს სიტუაცია არ განიმუხტოს და ოდნავ ასე ვთქვათ შემსუბუქდეს, თუმცა ზემოდან ჩამომავალს კი ეშველება. კი, ზემოდან ჩამომავალს ეშველება, თუმცა ეს არ არის სიტუაციის ბოლომდე
ხმა და მე გეტყვით აი მარტივად რაზეც მუშაობთ დღეს და რა მიმართულებითაც მუშაობთ. თუ კი ვებხვსა და მოყმეს არ მოვაწესრიგებთ, იქ სადაც შუქნიშანი ნამდვილად ასაღებია, შესაბამისად ამ ასე ვთქვათ საკითხის ცალკე ინდივიდუალურად განხილვა მიმაჩნია და ჩვენ ასე ვთქვათ თანამშრომლებთან ერთად არა მხოლოდ სამსახურში, არამედ გარე ექსპერტებთანაც მუშაობთ, ანუ იქ უნდა მოეწყოს კვანძი, რომელმა კვანძმაც შემდგომში უნდა ასე ვთქვათ უზრუნველყოს იმ მანქანების მოტრიალება, მართალია ცოტა მოშორებით, მაგრამ იმ მანქანების მოტრიალება, რომლებიც დღეს შუქნიშნის გამო მიდიან დასავლეთის მიმართულებით. აი ეს კვანძი როცა მოწესრიგდება, შესაძლებელია უბრალოდ დაიკეტოს ეს ასე ვთქვათ შუა გამყოფი ზოლი და შესაბამისად მანქანები ცოტათი მეც გაივლიან დაახლოებით 1 კილომეტრს იმ კვანძზე შემოტრიალდებიან უკან, უკვე თავისუფლად ფართეგზაზე, ექნება თავისი ამოჩქარებელი და შემანელებელი ზოლები და რეალურად ეს პრობლემა გადაწყდება. ამიტომ აქ მაინც და მაინც ექსტაკა და დღეს გამოსავალი არ არის. და ჩვენ ეს პროექტი კიდევ ერთხელ ამბობ გვიდევს 2016 წლის გეგმებში და მუშაობთ ეხლა ზუსტად სქემის დამტკიცებაზე, როგორც კი სქემას დავამტკიცებთ, დაახლოებით 2-3 თვეში უკვე უпроსორად მაშინვე გამოვაცხადებთ უკვე საპროექტო სამუშაოებზე შესყიდვას და შესაბამისად 2-3 თვეში უკვე გვექნება დეტალური პროექტი იმისათვის, რომ 2016 წელს ჩვენი ეს პრობლემა, ერთი პრობლემა მოვაგვაროთ. თუმცა არც ხიდზეც ხომ არ ფიქრობთ, იყო ნავარაუდები ადრე. კი, სამტრედიის მიმართულებით ჩვენ კიდევ აი ზუსტად იმისი თქვა მინდოდა, რომ სწავლობთ სად რა საჭიროება არსებობს და აი სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, იმ ნაკადების დათვლით, იმ ასე ვთქვათ კვეთების გათვალისწინებით, იმ ინტენსივობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს იქ არის და თავისთავად ცხადია, ყველაფერი კარგად გაკეთებული, კვლევაზეა დამოკიდებული, აი ამის გათვლით გავაკეთებთ ჩვენ იმ კვანძის მოდერნიზაციას და შესაბამისი შედეგის დაგვიდგება აუცილებლად ქალაქში. და თუ კი ეს პრობლემა ჩვენ 2016 წელს ყოველ შემთხვევაში გადაჭრა დავიწყეთ, იმიტომ რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება, აი უკვე თბილისის შემოსასვლელიდან, ასე ვთქვათ, სააკაძის მოედანზე ასახვევამდე ჩვენ უკვე შუქნიშანი აღარ შეგხვდება და ამ ერთი შუქნიშნის განტვირთვით ფაქტიურად თბილისის ბოლოში გავალთ უკვე უშუქნიშნოთ მარჯვენა სანაპიროზე, რაც არის ძალიან დიდი შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მალე ჩვენს თანამოქალაქეებს შედეგებს დავანახებთ. გადასასვლელი ხიდები პრობლემური ძალიან. აი ჩვენ მოსვლა ახსენა და მე გეტყვით რას ფიქრობ, ეს ოღონდ ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა გეტყვით ქალაქი რა მიმართულებითაც მუშაობს უკვე სამსახურებრივი პოზიციიდან. მე ფიქრობ, რომ ეს ხიდები თავის დროზე როცა ასე ვთქვათ შეიქმნა, თითქოს და სპონტანურად გაკეთდა, იმიტომ რომ არ იყო იქაც ნაკადები გათვლილი და რომელი ვერსია უკეთესი იყო, ასე ვთქვათ ხიდი გადასასვლელი თუ მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთება, ეს არ იქნა კარგად დაგეგმილი. თუმცა მე მიუხედავად იმისა, რომ ამ გადასასვლელ ხიდებს აქვთ ასე ვთქვათ თავიანთი მინუსები, აქვს ძალიან დიდი პლუსიც რა. ის პლუსი, რომ ადამიანს, რომელსაც უნდა უსაფრთხოდ გადავიდეს ერთი მხრიდან მეორე მხარეს, ეს გადასასვლელი ხიდი უნდა ემსახურებოდეს და ყველას უნდა ქონდეს საშუალება უსაფრთხოდ ქუჩის გადაკვეთის. რასაც ახლა ჩვენ ვახორციელებთ, არის ის, რომ 2016 წლისათვის გეგმავთ ლიფტების პროგრამას, თუმცა ეს ლიფტები ვერ იქნება ყველა გადასასვლელ ხიდზე, ეს იქნება ყველაზე ინტენსიურად ასე ვთქვათ მოძრავი, ანუ სადაც ყველაზე მეტად იყენებს ხიდს ადამიანები იმ ხიდებზე დამონტაჟებული და განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები მიდიან შეიძლება განსაკუთრებით მოესახურება იმ ასაკოვან ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც უჭირთ კიბეებით, ასე ვთქვათ, ხიდზე ასვლა და შემდგომ გადასვლა და ამ პრობლემას ჩვენ ხედავთ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველგან ალბათ ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ქალაქის მასშტაბით 50-ზე მეტი ასეთი გადასასვლელი ხიდია და საკმაოდ ძვირია თითოეული ლიფტის მონტაჟიც, თუმცა უმეტეს ცხელ წერტილებში, თუ ამას ცხელი წერტილი შეიძლება უწოდოთ, აუცილებლად 2016 წელს ჩვენ ამას ლიფტებით ავხჭურვართ. ძალიან კარგი. რაც შეეხება ამავე ქალბატონმა ახსენა, ესე იგი, სანაგვე ყუთები. ყუთებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი მზაობა გვაქვს ყუთებზე, თუ დამერწმუნება მოსახლეობა. ჩვენ როცა დავიწყეთ სამსახურში მუშაობა, ფაქტობრივად ერთი ახალი ყუთი აღარ იყო რეალურად ქალაქში, რომ სადმე ახალი საჭიროება ყოფილიყო გაგვეთავსებინა. და წინა წელს გავაკეთეთ მთელი ქალაქის პასპორტიზაცია, სად რა მდგომარეობაა, რამდენად ადეკვატურია განთავსებული ყუთების რაოდენობა და რამდენად
საჭიროა თუნდაც რაც განთავსებულია იმისი იქ ყოფნაც. ამიტომ დღეს გვაქვს მზაობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სადმე საჭიროება არსებობს, ჩვენ დავამატოთ, თუმცა ჯერ შევისწავლოთ და მერე დავამატოთ, იმიტომ რომ არის ხანდახან მოთხოვნები, როცა ვთქვათ, ერთი კორპუსი 3 ადგილას ითხოვს ხოლმე, ასე ვთქვათ, ყუთების განთავსებას, რაც მიზანშეწონილიც არ არის, მე თუ მკითხავთ იმ ხრივ, რომ მთელ ქუჩასაც ახლა სანაგვეურნებად ვერ ვაქცევთ რა. პლუს არც საჭიროება არ არის ამდენის, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ჩვენ 3ჯერ მაინც მივდივართ ურნასთან დასაცლელად რა. ეს არის იმისათვის, რომ რეალურად ნარჩენმა არ შეაწუხოს ჩვენი მოსახლეობა და არც ლამაზე არ არის ამდენი განთავსებული ყუთი ქალაქში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ქალბატონმა მოგმართოს, ჩემ სამსახურს მომართოს პირადად, კეთილმოწყობის სამსახურზე დაწეროს განცხადება, მიუთითოს მისამართი, ჩემები თანამშრომლები აუცილებლად დაუკავშირდებიან, მივლენ ადგილზე და ნახავენ პრობლემას ადგილზე და თუ კი ამისი საჭიროება არსებობს, დავაკმაყოფილებთ აუცილებლად ამ თხოვნას. მადლობა, რაც შეეხება მოსაცდელებს, ესეც პრობლემური არის ქალაქში, ავტობუსების გაჩერებებს გულისხმობ. კი ბატონო. საერთოდ როგორ არის, მე ძალიან ბევრ სხვა ქალაქშიც ავარ ნამყოფი, განვითარებულ ქალაქებზე მაქვს საუბარი, ავტობუსების გაჩერებას და მოსაცდელებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ საცობებიც განიტვირთოს. და ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, თანამედროვე ქალაქში ავტობუსებს გააჩნიათ თავიანთი ზოლი. სამოძრაო ზოლი, სადაც გაჩერებაც და ასე ვთქვათ, დაძრვაც, მოკლედ თავიანთი ზოლი აქვს და ისინი მხოლოდ იქ დადიან. სიმართლე რომ გითხრათ, ქალაქი ამ მიმართულებით ალბათ კარგი ხანი ამაზე ვერ ადავტირდებით, იმიტომ რომ ჩვენი ქუჩები ძალიან ვიწროა. ჩვენი ქუჩები არ არის გათვლილი, ასე ვთქვათ, ცათამბჯენებზე და არ არის გათვლილი იმ რაოდენობის ადამიანებზე, რაც ვთქვათ, შეიძლება ნებისმიერ კარგად მოწესრიგებულ, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო სისტემაში სხვა ქალაქებში ხდება. ამიტომ შეიძლება გარკვეული მოდერნიზაცია გაჩერებების, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ წერტილებზე და არა მთელი ქალაქის მასშტაბით. იძულებულები ვართ, რომ უბრალოდ ავტობუსი სადაც გვჭირდება, იქ გზაზე უნდა გააჩეროს, ერთი ზოლი უნდა შეაფერხოს, რომ ადამიანები ჩამოსვას ან აიყვანოს რა. ასე რომ, რასაც ჩვენსველი ამბობდა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლი პრაქტიკულად ეს არა, ყველგან ვერ მოხერხდა. მე არ ვამბობ, რომ ეს არ გაკეთდება, ამაზე მუშაობს ქალაქ გეგმარებითი განყოფილება არქიტექტურის სამსახურის და მუშაობს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რომელიც აი ზუსტად ამ მიმართულებით ნაკადებსაც იკვლევს და რამდენად გამტარუნარიანია გზა ამ ყველაფერს, მაგრამ მთელი ქალაქის ადაპტირება ეს ჩემი გადმოსახედიდან ალბათ იქნება შეუძლებელი. ბატონო ნათანელი, ვიდრე მცხეთის ქუჩას და ბარათაშვილის ქუჩასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებით, ერთი ზარი კიდევ მივიღოთ, ოღონდ ეს იქნება ბოლო ზარი და ბოდისუხლი ჩვენს ვენელებს, მეტ ზარს ვერ მივიღებთ, რო გვეწურება. ალო გისმენთ? გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. მიესალმებით თქვენს თომას და ეს იგივე ბატონო თალი თქვენ კერძოდ თუ გინახიათ სტატისტიკურად აი ამ 2 წლის განმავლობაში რამდენად მეტი როგორც იტყვიათ ტაქსის მოწმობა გაიქცა მას შემდეგ რაც პრაქტიკულად არჩევნების შემდეგ 1 წელი უყურეს რა ამ შენებლებმა, რომლებიც პრაქტიკულად გამონთავისუფლდნენ სამშენებლო ობიექტებიდან და ვერანაირ სამუშაო ვეღარ იპოვეს ქალაქში, ყველანი თითქმის რაიონებიდან ჩამოსულები გადაჯდნენ ტაქსებზე. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვს და ზუსტად ეს 2 წელია, რაც ხდება თბილისში მოძრაობის პრობლემები. აი მას გადახედეთ, კარგი იქნება და იქნება გავაკეთოთ ისე რომ ქალაქში ტაქსაობის საშუალება ქონდეს მხოლოდ ქალაქის ნომრების მატარებელ მანქანებს და რაიონებისგან ჩამოსული მანქანები შემოდიოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ავტოვაგზალამდე. იმის იქით არ ქონდეს მას პრაქტიკულად გადაადგილების და ტაქსაობის უფლება, იმიტომ რომ ამ მანქანების უმრავლესობა, რომლებიც პრაქტიკულად გზებს ხერგავენ, ეს არიან ტაქსის მძღოლები თვითონაც კარგად იციან, მაგრამ რა ქნან სხვა გზა არ აქვს. ეს არის ხელისუფლების ბრალი, იმიტომ რომ ეს ხალხი რომ დასაქმებული იყოს სხვა მშენებლობებზე, მათ ურჩევნიათ მშენებლობაზე მუშაობა, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს აგდელი, არც ბენზინი, არც საბურავი, არც პოლიციის ფული არ აქვს, მისაცემი არც მანქანა აქვს, მოსავლელი არც ჯარიმა გასახვიდრე, აი გაწამებულები და გაწაფულები იყვნენ აი ამ სიცხეში გათანგულები ტაქსაობით. ხომ ეგრეა ეგრე, მაგას ხო ვერ უარყოფთ, რომ ზუსტად ეს 2 წელი გახდა თბილისში საწმების სიმრავლის თავარი პრობლემა და არა სხვა რამ, იმიტომ რომ ნაციონალების დროს ესეთი საწმები კატასტროფული თბილისში არ იყო, იმიტომ რომ ამდენ ხალხს არ ყავდა ამდენი მანქანა, რომ რაც დღეს ხდება. რა მანქანები გაიაფთით. მადლობა. მანქანების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა. ელემენტარულად ალბათ ყველა შეამჩნევს, იმდენი მარკის მანქანა შემოვიდა თუნდაც და თანაც მარჯვნივ რომ აქვს საჭე.
ყველა ამბობს რომ მივეჩვიეთ, იოლად დავდივართ, ეხლა მანქანებში ვინც გვისმენს შეიძლება რაღაც არაპოპულარულს ვამბობ და არც მოეწონა ჩვენი ნათქვამი, მაგრამ მაინც ცოტა რთულია მარჯვენა საჭიანი მანქანის მართვა და ესეც ერთგვარად მოძრაობის შეფერხების ფაქტორია. მე კიდევ სხვა ასე ვთქვათ პრობლემასაც ხედავ ამ მიმართულებით, რა ვიცი, როგორც გნებავთ, მინდათ ბოლო კითხვიდან დავიწყოთ. არა, გავაგზავნოთ და მე ბოლო კითხვასაც დაუბრუნდეთ. გაეროს შენობასთან და შუქნიშანი იქნება გაკეთდეს და კოლექტორები ახსენა ქალბატონმა. კი ბატონო, გავაგზავნოთ, ესე იგი, გაეროს შენობასთან შუქნიშანს, აი მე არ ვიცი, ამაზე თითქმის ზოგადი პასუხი მივეცი, მე ერთადერთი ახლა რაც შემიძლია დავპირდე, ასე ვთქვათ, ჩვენს მსმენელს ის არის, რომ ტრანსპორტის სამხალხო სამსახურს გადავწევ ამ ინფორმაციას აუცილებლად და ვთხოვ, რომ იქნებ კიდევ ერთხელ შეისალონ, იქნებ რაიმე სხვა სახის გამოსავალი ერთობლივად დავგეგმოთ, მე ჩემი პასუხისმგებლობის აქედან მოცილებაზე არ გულისხმობ, შეიძლება რაიმე სახის გადასასვლელი გავაკეთოთ, კიდევ უფრო კომფორტული, რომ ადამიანებმა შეძლონ ამ მრგვალი ბაღის გარშემო თავისუფლად მოძრაობა. თუმცა ერთის მხრივ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქაც საკმაოდ დიდია და ინტენსივობა, შესაბამისად შუქნიშანი კიდევ უფრო ჩახერგავს ამ ადგილს და ასე ვთქვათ, მე არ მიმაჩნია, რომ შუქნიშანი შეიძლება იყოს სწორი გამოსავალი, თუმცა აუცილებლად გამოვიკლოთ. კი ბატონო ბარათაშვილის 8, იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობა თაღის ქვეშ მანქანებს აჩერებენ და ვერ მოძრაობთ და სახიფათოა გამოსვლაო კალბატონმა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რაც დავიწყეთ მუშაობა ამ ქალაქის მერიაში, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ ადგილზე პარკირება უბრალოდ აუგზავნეთ რა და ზუსტად ალბათ ბარათაშვილის ნომერი 8-ს ერთ-ერთი ასეთივე გადატვირთული ადგილია და ალბათ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ მიმართულებითაც იფიქრებს. ჩვენ მე პირადად გქონდა სხვათა შორის ერთი შემთხვევა, როდესაც იქ ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციას ვაპირებთ და ძალიან მალე დაახლოებით რამოდენიმე დღეში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყება. ველოდებით რომ მეტეხის ხიდი გაიხსნას, ესე ვთქვათ, ორმხრივად რომ ბარათაშვილზე ცოტა შეზღუდვები გავაკეთოთ და ქალაქი არ გადავტვირთოთ, ამიტომ ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. დაახლოებით 8-10 რიცხვისთვის. და მინდა გითხრათ, რომ აქ ამ ხიდის დასათვალიერებლად როცა ვიყავი, იქაურმა ადგილობრივმა მოსახლემ მითხრა, რომ აი ეს პრობლემა არსებობს და იქიდან გამოსვლაც სჭირს და შესვლა ვიცნობთ ამ პრობლემას. პრობლემას ვიცნობთ ნამდვილად, თუმცა რამდენად მე შეძლებ ამ პრობლემის მოგვარებას, ანუ პარკირების სისტემა არის აქ ალბათ კიდევ ერთხელ გადასახედი, რამდენად შეიძლება იქ ამ რაოდენობის მანქანების პარკირება, თუნდაც შიდა ეზოებში, იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ. იცით რა არის, მე სხვათა შორის ერთი პატარა ტროტუარი რომ მოეწყოს იქ და ერთი ნიშანი, ანუ იქ არის უნდა შევისწავლოთ რა ეს საკითხი, კი, აუცილებლად გავარკვევ ამას, თუმცა ერთი რაღაცაც არის რა, ჩვენ და მე თვითონაც რა, მე არ ვამბობ მაინც და მაინც ჩემს თანამოქალაქეებზე, მე თვითონაც ვარ ისეთი მძღოლი, სადაც აი სადამდე შეიძლება მანქანით მისვლა, იქამდე მივიდივარ ყოველთვის მანქანით. და ეს ალბათ ქართველები ყველანი ესეთები ვართ რა. ამიტომ ცოტა ფეხით მოსიარულე ადამიანებზე, ანუ თუ ცოტა შევეჩვევით, რომ ცოტა შორს დავაპარკინგოთ და ისე მივიდეთ ჩვენს დანიშნულების ადგილამდე, ერთის მხრივ ჯანმრთელობასაც ხელს შეუწყობ და მეორეს მხრივ ალბათ ეს პრობლემატიკა ცოტა უფრო გაიშლება სივრცეში. რო გვეწურება ტაქსებზეც გითხარით რამდენიმე სიტყვა? ხო, ტაქსებთან დაკავშირებით რა შემიძლია თქვა, ნუ გაჭირვება ალბათ ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ ნამდვილად ტაქსს და რულს და მანქანას მოკიდეს ხელი და ნუ ეს არის ერთ-ერთი გამოწვევის მიზეზი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი პრობლემა არა მხოლოდ მარჯვენარულიან მანქანებშია, არამედ ამ გაზის სისტემაზე გადასვლაშიც არის, იმიტომ რომ გაიაფთა რეალურად მანქანით მოძრაობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა გაზზე მუშაობს და შესაბამისად ყველას კომფორტულია, არაკომფორტულია, მაინც მანქანით ურჩევნია სიარული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ანუ კიდე გარდა იმისა, რომ რაიონებიდანაც მანქანები ჩამოდიან და ვთქვათ შეიძლება თბილისში ამ საქმიანობას ეწევიან, იაფიც არის კიდევ ერთხელ ამბობ გადაადგილება და ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, ასე ვთქვათ, სარგებლობა არ უნდათ. თუმცა რაოდენობა რო გაიზრდილია დაახლოებით 320 თუ არ ვცდები ახლა ზუსტ ციფრში ქალაქის მასშტაბით 330,000 მანქანაა უკვე რეგისტრირებული რაც არის თბილისში და დაახლოებით 150,000 მანქანამდე გადის და შემოდის ყოველდღე ქალაქში. ეს არის ჩვენი ქალაქ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქალაქისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი რაოდენობა. კიდევ კარგად უძლებს ქალაქი, ასე ვთქვათ, ამ ინტენსივობას, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქში არის.
ბატონო სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა უკვე და მე მინდა უბრალოდ მადლობა გითხრათ და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს რადიო მსმენელებს რომ ქალაქ თბილისის მერის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი ალთანდილ სუდაძე სტუმრობდა ღია სტუდიას წარმატებებს გისურვებთ მადლობას მოგახსენებთ გუშინდელი და წუხანდელი მართლა ესეთი სერიოზული მუშაობისათვის განსაკუთრებული დიდი მადლობა თბილისელებისგან ბატონ ალთანდილ გადაცემაზე მუშაობთ ლია ციკლაური ნათია არველაძე ლელა ვაშაკიძე, თია ბიჭაშვილი და გიორგი ჩაკაშვილი, გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, ხვალ კვლავ შევხვდებით ღია სტუდიაში. დიდი მადლობა მსმენელებს და თქვენ მოწვევისათვის. Студия.